ამ დარღვევებმა არ შეიძლება რომ გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი დარღვევები არის იმის გამო, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ უნდა ანალიზი გააკეთოს ამისა, იმისთვის რომ მომავალში ასეთ რაღაც არ მოხდეს. მაგალითად, იგივე საარჩევნო სიებთან დაკავშირებული პრობლემები იყო, იგივე მაგალითად მარკირების პროცედურებთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები იყო ასევე დოკუმენტაციის შესაბამის დოკუმენტაციის არარსებობის პირობებში ხმის მიცემის უფლების გამოყენება და ასე შემდეგ, მაგრამ საერთო ჯამში მე ვიტყოდი, რომ ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ქონდა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ მოხდა 15 საჩივრის დაწერა, მათ შორის ერთი საჩივარი გასაჩივრდა საალქოში, გორის ნომერ 51 საალქოში. კერძოდ ეს საჩივარი ეხებოდა ნომერ 93 საარჩევნო უბანში მოხდა 3 ტიპის დარღვევებს. ამ დარღვევებიდან ერთ-ერთი ეხებოდა იმას, რომ ოჯახის წევრების ნაცვლად უნდათ რამდენიმე ამომრჩეველს ხმის მიცემა. იყო შემთხვევა, როდესაც ამომრჩევლები მოდიოდნენ, მათ ჰქონდათ პირადობის მოწყობა, მაგრამ არ გააჩნდათ დევნილთა სპეციალური მოწყობა და მაინც აძლევდნენ ხმას. იყო შემთხვევა, რომ ამავე უბანზე, როდესაც ამომრჩეველი მიდიოდა და მას ხმის დაფიქსირებაში ეხმარებოდა ეგრეთ წოდებული კოორდინატორი. აღსანიშნავია, რომ ძირითადად პროცესუალური ტიპის დარღვევები იყო დაფიქსირებული გუშინ 27 ოქტომბერს და ძირითადად ეს დარღვევები იყო განპირობებული საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნით. ჩვენ დამკვირვებელი შეხვდა გელამთვილიშვილს ნახა ეს მასალა თვითონ უწყვეტ რეჟიმში, ანუ დაუმონტაჟებელი სახით და შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად ძიმე დარღვევას აქვს. ადგილი ჩვენ მიმართავთ ცესკოს, რომ ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება ამ საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარისა და ასევე სხვა წევრების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე და ასევე ჩვენ მიმართავთ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტის საქმიანობისადმი უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. მიგვაჩნია, რომ იმ რესურსის დახარჯვა, რაც იხარჯება, იმ ენერგიის და დროის გათვალისწინებით და ასევე ის ტიპის დარღვევები, რაც ახლა იყო აღმოჩენილი, მართლაც იყო ინდივიდებზე შეცდომები და ასე ვთქვათ, რაღაც ინდივიდუალური ცოდნიერების ფაქტები და მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ სავალდებულო გახდეს ტრენინგების დასწრება, სასურველია თუნდაც უფრო მაღალ დონეზეც იყოს იგივე სერტიფიცირება, თუმცა 50,000 ადამიანის ამის ძროება ალბათ რთული იქნება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ნაბიჯი ამ პროცედურული ხარვეზებთან დაკავშირებით.